ნატოს ორდღიანი სამიტის დღის წესრიგში უკრაინის კრიზისი და ერაყსა და ავღანეთში შექმნილი სიტუაცია იქნება. ამასთან უელსში სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, რომლის მიზანია ალიანსის რომელიმე წევრის წინააღმდეგ სახიფათო მოქმედებების შემთხვევაში რუსეთი შეაგავოს. ახილვის მთავარ თემას წარმოადგენს აგრეთვე ნატოს საქმიანობის დაფინანსების საკითხი. სამიტის განმავლობაში მოსალოდნელია საპროტესტო აქციების გამართვაც. ქალაქ ნიუპორტსა და კარდიფში მსოფლიო ლიდერებისა და დელეგატების უსაფრთხოებას 10,000 სამართალდამცველი იცავს. სამიტის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენცია გამართა. Russia's aggression against Ukraine უელსის სამიტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი ალიანსის ისტორიაში. ძალიან რთულ დროს აღმოჩნდით დიდი ცვლილებების წინაშე. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ერაყში კი ისლამისტები გააქტიურდნენ, რომლებმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინეს. აქ ჩვენ მივიღებთ სერიოზულ ზომებს, რომელიც გაამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას. რაც მთავარია, ჩვენ მზადყოფნის სამოქმედო გეგმას მივიღებთ, რომელიც ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რათა ვიმოქმედოთ სწრაფად და აუცილებლობის შემთხვევაში დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები.